რამდენიმე საათში ახალი წელი ამზადება აქტიურ ფაზაში შედის. რა ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კულტურა და თათული ღვინიანზე მოამბეში. Rio de Janeiroში წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ორიგინალური მცურავი ნაძვის დაიდგა, რომელიც 85 მეტრისაა და 552 ტონას იწონის. იგი განათებულია 3 მილიონი ნათურით და მის ანთებას მრავალი ადამიანი დაესწრო. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიცია აქვს. თუ შვედეთში მეზობლის კარებთან ჭურჭელს ამტვრევენ, პანამაში უბრალოდ ხმაურობენ, რომ ბოროტის სულები განაგდონ, ხოლო იაპონიაში ტარდება ოქროს კვირეული. მე მაწოდებენ ინფორმაციას, რომ ჩვენი ჟურნალისტი ნანა შერაშვილი იმყოფება სუპერმარკეტ სუპერში, სადაც ძალიან კარგი განწყობაა. ნანა გისმენთ. საქართველოში სანტა-კლაუსები გამოჩნდნენ. მათ საქართველოს ყველა ქალაქი მოიარეს. ყველა პატარას ოჯახში მივიდნენ, სადაც მათი სურვილების შესახებ მოისმინეს. როგორც აღმოჩნდა, წელანდელი წელი მათთვის განსაკუთრებით დატვირთულია, რადგან ძალიან ბევრმა პატარამ ძალიან ბევრი სურვილი მიმართა მათ. შესაბამისად, მათ ძალიან დიდი მუშაობა მოუწევთ იმისთვის, რომ ყველა პატარას აუსრულონ სურვილები. ახლა ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთ სანტა-კლაუსს გავესაუბროთ, სადაც ჩვენ მივიღებთ მეტი ინფორმაციას ამის შესახებ. თოვლის ბაბუა. თათული ძალიან ნერვიულობდა. შესაბამისად ეს ნერვიულობა გადაეცემოდა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს, მეც მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან შევედი მის მდგომარეობაში, მე მესმის ხარ რთულია, როცა პირველად რაღაცა ამ ტიპის დავალებას ასრულებ. ხოლო რა შეეხება ნანა შერაშვილს, ერთადერთი მე ცოტა მეტყოლებაზე წავიმუშავებდი მასთან, ასევე სხვა შორის თათულისთან, აქ მეტყოლების აუცილებელი სამუშაო თემაა და თუ რა თქმა უნდა ისინი აპირებენ რომ დარჩნენ ჟურნალისტიკაში, თავისთავად ცხადია, ეკრებათ ბევრი სამუშაო, მაგრამ კარგი ბავშვები არიან, რაც თავარია. არიან თუ არა შენ სიახლოვეს ბავშვები? ჩემი სიახლოვეს სამწუხაროდ ახლა ბავშვები არ არიან, თუმცა თოვლის ბაბუა ახლა აპირებს ქალაქში სხვა ადგილებში გადაინაცვლოს, სადაც ისინი სხვა ბავშვებს შეხვდებიან. ნახვამდის ნანა. სოფლიოში ახალი წლის დადგომას ყველა მოუთმელად ელოდება. 2013 წელი ჩვენ გვპირდება წარმატებულ დღეებსა და ახდენილ ოცნებებს. სწორედ ამიტომ ზუსტად 12 საათზე დაირეკება 108 ჯერ ზარი. ეს მოხდება იაპონიაში, რაც იმის ნიშანია, რომ იაპონელები ემშვიდობებიან ძველ წელს. დიდი მადლობა. თათული ეს იყო თათული ღვინიანზე კულტურის სიახლეებით.